ღია პროექტი უცნობი კავკასია. მოგესალმებით, რადიო უცნობი და ტელეკომპანია მაესტრო წარმოგიდგენთ ერთობლივ პროექტს უცნობი კავკასია ყოველ სამუშაო დღეს მთავარი თემით ზუსტად 9 ნახევარზე ჩვენ ვართ პირდაპირ ეთერში. სტუდიაში ნათია გამცემლიძე მუშაობს. რა შეძლებენ და რას გააკეთებენ ის პოლიტიკოსები, რომლებმაც თავის საზოგადოებას როგორც ხელოვნების სფეროში მოღვაწე ადამიანებმა გააცნეს, ჟურნალისტები და ხელოვანები პარლამენტში და პარლამენტს გარეთ რამდენად მოიპოვა როგორც პოლიტიკოსმა საზოგადოების დობა მიხელ თუმანიშვილის თეატრის მსახიობმა გიარონიშვილმა, რომელიც უკვე 1 წელია პარლამენტარია, რატომ არ საუბრობენ ყოფილი ჟურნალისტები პარლამენტში ჟურნალისტების თავისუფლებაზე. გიორგი ახვლედიანი ქრისტიან დემოკრატებიდან ჩვენი გადაცემის მეორე ნაწილის სტუმარი, ასევე ჩვენს გადაცემაში პოლიტიკაში აქტიურად ჩართული ხელოვანი ქალბატონები, როგორ ზრუნავენ ისინი ჩვენს ქვეყანაზე. ხათუნა უჩიაური და ნინო ბურდული პოლიტიკური დებატებით გადაცემის დასკვნით ბლოგში. მოგესალმებით ბატონგია, მივესალმები ნაციონალური მოძრაობის შედარებით ახალ პოლიტიკურ სახესის მესამე ნომერს, ხომ თუ არ ვცდები ბატონგია. ბატონო? მოგესალმებით. კი ბატონო, ძალიან დიდ მადლობა თქვენ სტუდიაში და. დიდ მადლობას გადაგიხდით გადაცემაში მონაწილეობისათვის. ბატონგია, მინდა გკითხოთ სანამ პოლიტიკურ თემებზე დავიწყებდეთ საუბარს. თქვენს კოლეგებთან ერთად, ნინელი ჭანკვეტაძესთან, გნებავთ გია ბურჯანიძესთან ერთად, არ მოიაზრებთ თავს როგორც ჩარეცხილ ხელოვანს? არა, რა თქმა უნდა. რატომ ბატონგია? არც ერთი მათგანი ვინც თქვენ ჩამოთვალეთ ჩარეცხილი არ არის. ეს თქვენი პოლიტიკური გუნდის ლიდერმა ბრძანა ბატონგია. არა, ერთ წუთით. ეს თავის დროზე არასწორ კონტექსტში იყო გაგებული, მე ასე ვთვლი და აქ იყო რაღაც მენტალობაზე ლაპარაკი და არა რომელიმე კონკრეტულ პიროვნებაზე ლაპარაკი. და ესეთი მენტალობა არისო ჩასარეცხი, აი ამაზე იყო ლაპარაკი და არა ჩასარეცხი ნინელი ჭანკვეტაძის მენტალობა ბატონო. როგორ არა, ვინ იქ იყო კონკრეტულ რაღაცაზე არ იყო ლაპარაკი არც ნინელიზე, არც გიაზე და არც არავიზე. იქ იყო რაღაც კონკრეტულზე ლაპარაკი, რაღაც მენტალობაზე, რომელიც ეს უნდა ჩაირეცხოს ჩვენი ცხოვრებიდან და წავიდეს. თუ არ ვწდები ჩაშვების ინსტიტუტი თუ ასე შემდეგ, ეს იყო 2 თუ 3 წლის წინ. არავითარ შემთხვევაში მე ჯერ ერთი თავს ჩარეცხილად როგორც შემოქმედი არ ვგზნობ, რა თქმა უნდა, არც დაწუნებული ვარ, არც ჩემი კოლეგები არ გზნობენ თავს. ისინი გზნობენ თავს და პრეზიდენტის ეს განცხადება მათთვის იყო შეურაცხყოფილი ბატონგია. გასაგებია, მაგრამ მე ვთვლი, რომ მათ ეს არასწორ კონტექსტში გაიგეს და ყველა მათგანმა ბატონგია. მე მგონი კი. იმიტომ რომ იცით რა, ალბათ არ ვიცი, რა გითხრათ? ალბათ მე ასე რბილად ვიტყვი, იმიტომ რომ ისინი ჩემი კოლეგები არიან, ჩვენ ერთ საქმეს ვაკეთებთ მაინც პოლიტიკის გარდა და მე ასე ვთვლი, რომ მათ არასწორად გაიგეს ეს ყველაფერი. პრეზიდენტის ეს განცხადება თქვენთვის არ იყო შეურაცხყოფელი ბატონგია? კიდევ ერთხელ გიმეორებთ. არა, იმიტომ რომ მე ჩემს თავს ჩარეცხილად არ ვთვლი და არ ვთვლი არც გია ბურჯანაძეს, არც ნინელი ჭანკვეტაძეს. შემოქმედთა მთელ არმიას, მარტო ამ ეხა თქვენ ახსენეთ და იმიტომ. კი ბატონო. არავინ საქართველოში ხელოვანები და კულტურის მოღვაწეები არანაირად არ მიმაჩნია, რომ დღეს არიან ცხოვრებისგან, ასე ვთქვათ, გარიყულები, ანუ ჩარეცხილ რას უწოდებთ ჩარეცხილს. იცით რა არის პრეზიდენტმა გარიყულები ცხოვრებიდან, მათ არავინ არაფერს არ ეკითხება, საქმეს არ აკეთებინებენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და პრეზიდენტმა ეს განცხადება გააკეთა მას შემდეგ, რაც ეს ხელოვანი ადამიანები ტელეკომპანია იმედის ეთერში აკრიტიკებდნენ პრეზიდენტ სააკაშვილს. სწორედ მეორე დღეს პრეზიდენტმა მათ უწოდა ჩარეცხილები. გასაგებია რომ საუბრობთ თქვენ რომ მათ არასწორად გაიგეს პრეზიდენტის ეს განცხადება, მაგრამ მე ვთვლი რომ მაშინ ტელეკომპანია იმედი ზოგიერთ რაღაცებს ტენდენციური შუქით მხარით აშუქებდა. დღეს როგორ აშუქებს ტელეკომპანია იმედი? ვერ გეტყვით, არა, მე მაშინ მერე ვიგრძენი ეს უფრო და უფრო რაც გავიდა, რომ ბევრი რამ ტენდენციური იყო, თუნდაც ოპოზიციური აზრის თვალსაზრისით რა და თუნდაც ტენდენციური იყო უფრო, დღეს რა ვიცი, დღეს კი ბატონო, რადგან თქვენ წამოიწყეთ ლაპარაკი, მე აქვე კითხავთ, მაშინ რამდენად ობიექტურად მუშაობს დღეს სხვადასხვა ტელეკომპანიებზე მაგ საუბარი? იცით, პრეზიდენტმა გამოაცხადა დემოკრატიის მეორე ტალღა და არჩევნების შემდეგ კი ბატონო, ბატონგია დემოკრატიის მეორე ტალღაზე ოდნავ მოგვიანებით. ხო, არჩევნების შემდეგ დაიწყო, ასე ვთქვათ, ტელევიზიებში, თქვენ იცით ეს, საზოგადოებრივ არხზე კანონშიც კი ჩავწერეთ პარლამენტმა ჩავწერეთ კანონში სპეციალურად ანტიკრიზისული საბჭოს მოთხოვნით, რომ დებატებისთვის ყოფილიყო გამოყოფილი დრო კანონის დონეზე. ამ ეს შემდეგ სხვა ტელეკომპანიებმაც აიტაცეს, აგერ ახარ თქვენ ერთი მაგალითი და იმედის და ასე შემდეგ
და ასე შემდეგ და მე ვთვლი რომ დღეს სადაც არ გადართავ არხებზე ყველგან არის დებატები და ყველგან მიდის ჩვენი წარმომადგენლებიც ოპოზიციური აზრიც და ეს ასეც უნდა იყოს მე ამის მომხრევა და ეს უფრო უნდა განვითარდეს კიდე საინტერესოა კიდევ რა მოიტანა დემოკრატიის ახალმა ტალღამ მე მინდა თქვენი ერთ-ერთი პრესაში დაწერილი ინტერვიუდან ცოტა მოგვიანებით მოვიშველიო თქვენი განცხადება თუმცა მანამდე ბატონგია მე ეს კითხვა ჩარიცხილების შესახებ რატომ კითხეთ იცით სწორედ ამ ადამიანებს წელს პრეზიდენტმა სააკაშვილმა საჩუქრად გაუგზავნა საახალწლოდ ინდაურები საინტერესოა თქვენც მიიღეთ საჩუქრად ინდაური არა მე ინდაური საჩუქრად არ მიმიღია და ეს თუ ასე იყო და თუ გაუგზავნა კულტურის მოღვაწეებს საახალწლო ნობათი საქართველოს პრეზიდენტმა მე ამაში ცუც ვერაფერს ვერ ხედავ დამერწმუნეთ შეიძლება ყველას არ მოუწია ეს და მე გული მწყდება მეთით რომ შეიძლება მე კიდევ ვიღაცისთვის ეს ნობათი უნდა გაეგზავნა ვერ გეტყვით ანუ პრეზიდენტის ეს ჟესტი თქვენ კარგად მიიღეთ რა თქმა უნდა იმიტომ რომ ქვეყნის პრეზიდენტი მარტო ამ ჟესტით კი არა საერთოდ მისი დამოკიდებულება ეს ხელოვნების მოღვაწეებმაც იციან ჩემს გარდა მისი დამოკიდებულება ის არაერთჯერ შეხვდა სხვათა შორის საქართველოს პრეზიდენტი ქართული კულტურის წარმომადგენლებს და არა მარტო კულტურის წარმომადგენლებს ჩვენ საზოგადოებას ცალ-ცალკე ყველას და ესაუბრა და მათი აზრი მოისმინა, გაითვალისწინა, თქვათ, კულტურის პოლიტიკასთან დაკავშირებით და მე ეს ვიცი რომ ეს იქნება პერმანენტული. ახლა კულტურის მინისტრი აპირებს იგივეს რომ ეს კულტურის სამინისტროს დონეზე, კულტურის რადგან დაიწყეთ ეს თემა, მინდა რომ ბოლომდე გითხრათ, კულტურის მინისტრი თვითონ უკეთესად გეტყვით ამას, თუ დაპატიჟებთ, ის აპირებს საექსპერტო ჯგუფების შექმნას. რომ ის კულტურის მუშაკები, ის ხალხი, რომელზეც დგას და რომელიც ქმნის თანამედროვე ხელოვნებას და ქმნიდა თანამედროვე ხელოვნებას და ძალიან საპატივცემულოა მთელი ქვეყნისთვის, მათთან ერთად გაატაროს კულტურის პოლიტიკა. გასაგებია ბატონგია მე მესმის რომ თქვენ ეს პრეზიდენტის ჟესტი მიიღეთ კარგად, მაგრამ იმ ანაბიანებამ ვინც ეს საჩუქრები მიიღეს, საჩუქრად მიიღეს ინდაური, იცით რა ზოგიერთი მათგანი თუნდაც ჩვენს ეთერში საუბრობდა რომ მათ უხერხულად იგზნეს თავი. იმ ფონზე, როდესაც უამრავი ჩვენი მოქალაქე არის მშიერი, ხომ პირდაპირ ვთქვათ. იმ ფონზე, როდესაც უამრავი დევნილი გვყავს დღეს ჩვენ საქართველოში. საჩუქრად ინდაური ბატონგია, რამდენად მისაღებია თქვენ? პასუხებთ, იცით რა, მე მგონი ქვეყნის ხელისუფალმა და მან სწორად მოიქცა ყოველთვის უნდა ხა ის რამდენი ინდაური იყო და გოჭი იქ მე არ ვიცი მაგრამ ეს იმ პრობლემას რომელიც დევნილებს რამე მოკლებოდა ამ ინდაურების გამო მე ესეთი რამე ცოტა ვაშარჟებთ ამას მე ვერ წარმომიდგენია რა ეს იმდენად მიზერია რომ ქვეყნის მეთაურს აქვს იმის უფლება რომ ასეთი ჟესტი ან დაბადების დღე ან ახალი წელი ან არ ვიცი რაიმე დღესასწაული მიულოცოს ხელოვანებს თუ არა მარტო ხელოვანებს ქვეყნის გასაგებია თუმცა პრეზიდენტს როცა აკრიტიკებენ სწორედ ამ ადამიანებს უწოდებს ჩარეცხილებს ბატონგია ჩვენ ამაზე ვერ შევთანხმდებით ამაზე ალბათ თავად გადაცემის მეორე ბლოკში ნინო ბურდული მოგვახსენებს რომელიც ერთ-ერთ ჩარეცხილად თვლით თავს მაინც მე არ ვთვლი არც ნინო ბურდულს ჩემს უსაყვარლეს კოლეგას არც ქალბატონ ნინელის არც გიას არ ვთვლი მათ მე არც არავინ არ თვლის ჩარეცხილებად იცით შეუძლებელია ისინი თამაშობენ სპექტაკლებს ძალიან დიდი წარმატებით თუ არის კინო იღებენ კინოში თუ არის საზოგადოებრივი ასე ვთქვათ დაკვეთა რომ ისინი იყვნენ ტელეარხზე და თქვა თავისი აზრი გამოთქვან და ყველაფერი აბსოლუტურად ყველანაირი გზა თქვენ თავად ბრძანებთ რომ მაშინ როდესაც ეს ადამიანები გამოდიოდნენ ტელეეთერში და პრეზიდენტ სააკაშვილს აკრიტიკებდნენ ეს არხი ტენდენციურად მუშაობდა იცით რა ნორმა არა ერთი წუთით მათ ყოველთვის აქვთ ამის უფლება მაშინაც ჰქონდათ და შემოქმედა და მე საერთოდ საზოგადოებას აქვს უფლება რომ გამოვიდეს და ხელისუფლება აკრიტიკოს მე ამაში ცუც ვერაფერს ვერ ხედავ მაგრამ ხო შეიძლება რომ ხელისუფლებამაც რა თქმა უნდა არა შეურაცხყოფა ამას გამორი მაგრამ თავისი აზრი თქვას ამასთან კი ბატონო და საჩუქრად მიერთოს ინდაური არა მხოლოდ ინდაური ძალიან გაპიარდა ეს თემა ჩვენი მხრიდან არა მაგრამ არ ვიცი მოგონი თქვენ აპიარებთ კი ბატონო მეტად ვიდრე ამას მნიშვნელობა აქვს ეს იყო კეთილი ჟესტი თუ იყო ასეთი რამ თუ კეთილი ჟესტი იყო ბატონგია თუ გავაპიარებთ მე მგონი ცუდი არაფერი არ არის ამაში ხო ხო რა მე მგონი კი ბატონო ბატონგია პრეზიდენტმა სააკაშვილმა მის სატელევიზიო 4 საათიან გამოსვლაში ისაუბრა ხელოვნების განვითარებაზე მან დაასახელა რამდენიმე ფილმი რომელიც ბოლო პერიოდში იქნა შექმნილი მოგზაურობა ყარაბაღში იგივე ბატონ მერაბ კოკოჩაშვილის ფილმი ქეთო და კოტა იმ ხელისუფლებამ რომელმაც სულ სადღაც მილიონები უჯდება ამას არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ამაზე საუბრობენ რომ მილიონები უჯდებათ გნებავ
ტოტო კუტუნიას გნებამ ჩაკირას თბილისში მოწვევა. ბატონგია, ხომ არ ფიქრობთ რომ უკეთესი იქნებოდა სწორედ ეს თანხები აი ამ ხელოვან ადამიანებს მოხმარებოდა. თქვენ გისაუბრიათ ამის შესახებ პრეზიდენტ სააკაშვილთან? ერთს გეტყვით მე კინოს შესახებ, ახლა კინო ახსენეთ თქვენ და კულტურის მინისტრისგან არის ინიციატივა, რომ ქართული კინო დღეს და საერთოდ კინო თქვენ ყველაზე კარგად იცით ალბათ რომ დღეს ქართული კინოს აქვს ძალიან კარგად ვიცი, კინო წარმოება თლიანად თავისუფლდება გადასახადებისგან რამოდენიმე წლის განმავლობაში. ეს ინიციატივა ეკუთვნის კულტურის მინისტრს. მე უნდა გითხრათ, რომ ეს არის პრეზიდენტის სურვილი ძალიან დიდი და ალბათ პარლამენტში შემოიტანს სამინისტრო ამ კანონპროექტს ინიციატივის სახით და ჩვენ ამას განვიხილავთ და აუცილებლად მივიღებთ. ეს იქნება როგორც წყალი თევზისთვის და როგორც ჰაერი ჩვენთვის ადამიანებისთვის, კინოსთვის. ეს ამითი მე დარწმუნებული ვარ, რომ აი დაიწყება ქართული კინოს გადარჩენა და აყვავება. გასაგებია, თუმცა ბატონგია მე მინდა კითხვაზე მივიღო ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი კეთდება კულტურისთვის. ეხლა მე შემიძლია ციფრებით გითხრათ, დღეს ისეთ პოზიციაში ვარ, რადგან ხელისუფლებაში ვარ და თქვა საპარლამენტო ხელისუფლებაში, ციფრებით შემიძლია გითხრათ. ქართული კულტურისთვის და სპორტისთვის დღეს სახელმწიფო ხარჯავს, მეც მოვისურვებდი. რა თქმა უნდა. და ყველა. თქვენ ისურვებდით რომ ტოტო კუტუნიოს 9 მილიონი მერაბ კოკოჩაშვილს გადაეცეს ბატონგია, ხომ არ ფიქრობთ რომ ეს? მეგავი, ტოტო კუტუნიოს გადაეცეს მერაბ კოკოჩაშვილს. დიახ, იმისთვის რომ ახალი ფილმი გადაიღოს, არ თვლით თქვენ ესე უკეთესად? რა თქმა უნდა, კი, რა თქმა უნდა, მაგრამ ბატონო ამის შესახებ პრეზიდენტთან საუბრობ. ამის, იცით რა, ტოტო კუტუნიოს თავისი ადგილი აქვს. ქართულ რეალობაში. საინტერესოა ბატონო. შაკირასაც თავისი ადგილი აქვს. ბატონ მერაბს რა თქმა უნდა თავისი ადგილი აქვს და სულ ყველას. აქ მოწვევაზეც უნდა იყოს ლაპარაკი, თუ ქვეყანა ვართ, საკუთარის დაფასებაზეც უნდა იყოს. ესე არ შეიძლება ლაპარაკი, რომ რომელი ავირჩიოთ და როგორ გავაკეთოთ. ვერ გავაკეთებთ არჩევანს ტოტო კუტუნიოსა და ქართულ ხელოვანებს შორის, ბატონგია? კი, მაგრამ ქვეყანას ორივე ჭირდება, ნუ გადავაკეთებთ მაინც ტოტო კუტუნიოს. არა, უბრალოდ მე ერთ-ერთმა კი ბატონო, შაკირაზე ვისაუბრებ მე. მე ვიცი, იავნანავ თქვა, რატო არ ამბობთ იმას, რომ თქვა აქ იყო ჩამოსული გენიალური კლასიკური მომღერლები. 1, 2, 3, ამაზე კი ბატონო, ამაზე თქვენ სწორედ იმიტომ ხართ მოწვევა, თქვენი საუბრობთ კი. ხო, არა, ეს გააკეთა არა სახელმწიფომ სხვათა შორის. შეიძლება სახელმწიფოს ხელშეწყობით, მაგრამ არა სახელმწიფო ეს გააკეთა ბოდმა იავნანამ თქვა, ხო? ბატონო პაატა ბურჭულაძე. ამაზე რატო არ ვლაპარაკობ? იმიტომ რომ აუცილებლად როცა ბატონ პაატა ბურჭულაძე იქნება ჩვენ გაიცემის სტუმარი, აუცილებლად ვისაუბრებთ ამის შესახებ, მაგრამ რადგან ტოტო კუტუნიო და შაკირა ხელისუფლებამ ჩამოიყვანა სწორედ ამიტომ ის თქვენ შეადაროთ ბატონი მერაბი უნდა შეადაროთ, აი ჩამოიყვანოთ ვინმე კარგი იტალიელი კინო რეჟისორი, რომ მოვიწვიოთ და არა შაკირას. და არა შაკირას და მე არ ვადარებ ბატონგია, მე არავითარ ესტრადის, იმიტომ რომ ისინი საესტრადო მომღერლები არიან. და საესტრადო მომღერლებს უნდა ასე ვთქვათ. კი ბატონო. და არა ბატონ მერაბ კოკოჩაშვილს. არა, მე არ ვადარებ ბატონო. მე ვთქვით ახლა ეს. მე ვთქვი რომ უკეთესი ხომ არ იქნება რომ ეს თანხები რომელიც ტოტო კუტუნიოს ჩამოყვანაში იხარჯება, ხომ არ იქნება უკეთესი თქვენ როგორ ფიქრობთ თქვა ბატონგია, კითხვა დაგისვით. მოხმარდეს იგივე ბატონ მერაბ კოკოჩაშვილის ახალი ფილმის შექმნას. აი ესე დავსვი შეკითხვა ბატონგია. რაც უფრო მეტი თანხა მოხმარდება ქართული კულტურის განვითარებას, დარწმუნებული იყავით იმაში, რომ მე ამის მომხრევი. რასაკვირველია. ბატონგია, იცით, მინდა გკითხოთ, თქვენ ერთ-ერთ თქვენ საგაზეთო ინტერვიუში საუბრობთ, რომ პრეზიდენტმა ომის შემდეგო დემოკრატიის მეორე ტალღა გამოაცხადაო, ეს ტალღაო ამუშავდაო და ჩვენ მუშაობთ, ოპოზიცია კიდევ ყვირისო. ესეთი განცხადება გაქვთ ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში ამის შესახებ ისაუბრეთ. თუ შეიძლება, რაში გამოიხატება დემოკრატიის მეორე ტალღის ამუშავება, იქნებ მოგვახსენოთ. რაში გამოიხატება? გამოიხატება პირველი ის, რომ აი ტელევიზიებში დაიწყო ის პოლიტიკური დებატები და მე მგონი, რომ ეს ძალიან კარგია, პოლიტიკური დებატები, რომელიც არა მარტო თქვენთან, თითქმის მთელ სატელევიზიო სივრცეში. გაზეთებს ეს მანამდეც არ აკლდათ, მოდით ასე ვთქვათ. დიახ. არა? ეს პირველი. მაგის გარდა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება თვითონ პარლამენტში, აი ახლა ყოველდღე ამაზე თითქმის საუბარი, რომ პარლამენტმა მიიღოს მეტი უფლებები და პრეზიდენტს შეეკვეცოს ეს უფლებები, ამაზე ვმუშაობთ. დიახ. და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი საკითხებია, ძალიან ბევრი, რომელიც ამ დემოკრატიის მეორე ტალღას თავისუფალი სასამართლო, რომელიც ყველას ასე გვენატრება. დიახ. სულ აი იცით რა, არის ოპონენტები ამბობენ, რომ აი ხვალ ახლა ჩვენ რო ვიყოთ ხელისუფლებაში, ხვალ იქნება თავისუფალი სასამართლო და აი თითქოს აი ისეთ შეგრძნება მრჩება, რომ
ისინი რომ მოვიდნენ, ხვალვე თავისუფალი სასამართლო იქნება საქართველოში. რა არის საჭირო ბატონგია 200 წელია ჩემო საყვარელო იმის მერე რაც თქვა ჩვენ დავკარგეთ სახელმწიფოებრიობა და ეს იყო 1800 პირველი წლიდან მოყოლებული ჩვენ და მანამდე მეფის ხელისუფლება იყო და სასამართლო მოგეხსენება რა. ესე იგი უნდა ვთქვათ რომ სასამართლო გამოცდილება ჩვენ საერთოდ არ გქონია ხო? თავისუფალი სასამართლო რა ჩვენ ახლა ვსწავლობთ პატარა ბავშვებით ფეხადგმულები მივდივართ. და ჩვენ აი სულ რაღაც 20 წელია რაც დეკლარირებული თავისუფლება გვაქვს და სახელმწიფოებრიობა რაც ფუნდამენტი რასაც ქვია სახელმწიფოებრივი ფუნდამენტია რა ჩაყრილი თავისი პოლიციით, თავისი ენერგეტიკით, თავისი ეკონომიკით და ასე შემდეგ 4 წელი მოდი ვთქვათ პირდაპირ ეს 4 წელია მე აი ამ დროის განმავლობაში როგორ შეიძლება რომ ხვალვე ჩვენ ეს ნაბიჯ-ნაბიჯ გასაკეთებელი მე მტკივნეულ რამეს ვამბობ ახლა ძალიან რთულია მეც მინდა რომ ხვალ ეს ყველაფერი ასე იყოს მაგრამ ჩვენ ყველამ კარგად უნდა გავიაზროთ არის დინამიკა წინსვლის ესე იგი საქმე კეთდება მე არ ვამბობ შედეგზე საქმე ბევრგან რთულად არის მაგრამ წინსვლა არის დინამიკა არის ესე იგი საქმე მიდის წინ თუმცა ბატონგია რადგან თქვენ თავად ისაუბრეთ სასამართლოზე თქვენი ოპონენტები საუბრობენ რომ მოსამართლეები გადაწყვეტილებას იღებენ მობილური ტელეფონებით ანუ ეს კადრებიც არსებობს ბატონგია გირგულიანის სასამართლოს დღეებში როდესაც მოსამართლეს აწვდია მობილურ ტელეფონს და შემდეგ ამ მოსამართლეს გამოაქვს გადაწყვეტილება ამას ბევრი დრო ჭირდება ბატონგია ამის გამოსწორებას ჩვენ მივდივართ იქეთკენ რომ მოსამართლე იყოს აბსოლუტურად თავისუფალი, მას მიენიჭოს ცხოვრების ბოლომდე, მერტვა 100 წელიაცოს თითოეული მათგანი, მიენიჭოს უფლება რომ ის იყოს მოსამართლე, ის იყოს მაღალი ხელფასით და ასე შემდეგ და ამისთვის ძალიან ბევრი რამ კეთდება, რომ სასამართლო იყოს თავისუფალი და ნაფის საჯულთა ინსტიტუტი, რომელიც ახლა შემოდის საქართველოში, მე ძალიან ფრთხილად უყურებ ამ ინსტიტუტს საქართველოს პირობებში. ძალიან ფრთხილად უყურებ და ძალიან ნერვიულობ ამაზე და მეშინია, მაგრამ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ქართველები ამას სწორად გავართმევთ. კი ბატონო, ბატონგია ბოლოს მინდა გკითხოთ, თქვენ უკვე 1 წელია პარლამენტის წევრი. 1 წელი არ არის ჯერ. თითქმის არ ნიშნავს, რომ არის 1 წელი. კარგით, რამდენიმე თვეა. რამდენიმე თვეა. იმის მერე რამდენი რამ გავიარე პარლამენტში რომ მოვედით, იმის მერე დაიწყო ომი, რუსეთის აგრესია, ასე რომ რა ვიცი. კიდევ რა გაიარეთ ბატონგია? ნუ ძალიან რთულ აი ომი ცოტაა. არა, ომი ცოტა ნამდვილად არ არის, ომი ძალიან ბევრია. ბატონგია, მინდა გკითხოთ, თქვენი განცხადებები პარლამენტში, გნებათ ხელოვნების თემაზე, გნებათ სხვა მნიშვნელოვან თემაზე. თავად პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მე არ მახსენდება. რატომ არ აქტიურობთ ბატონგია? ბევრი გაქვთ სასაუბრო, როგორც ახლა ხვდები. იცით რა, გააძლევთ პირობას, რომ ნელ-ნელა გავაქტიურდები, იმიტომ რომ მე აქამდე რატომ არ აქტიურობთ? იმიტომ რომ რაღაცეებს მე ძალიან თუ არ ვიცი და არ ვისწავლე და გარემო არ შევისწავლე საერთოდ. თუ არ იცოდით ბატონგია ბევრი საკითხი პარლამენტ პოლიტიკოსი რატომ წახვედი ტექნოლოგია არა ეს სხვა არის ტექნოლოგია შიდა ტექნოლოგია ხო უნდა ვიცოდე ჯერ მე სხვებს უსმენდი და მქონდა ის დრო ის ჩემთვის ავედი ვინ არის თქვენი მასწავლებელი ბატონგია პარლამენტში ვის უსმენთ არა მასწავლებელი შეიძლება იყოს მე მისწავლია როგორ გითხრათ ეხა იქით შემოქმედებით ხარეს გულს. კი ბატონო, მიხეილ თუმანიშვილი იყო თქვენი მასწავლებელი. ლილი ოსელიანი იყო ჩემი მოწამე, მაგრამ მე ხანდახან რჩევა დამლაგებლისგანაც მიმიღია, უბრალო გამლელისგანაც მიმიღია და მაყურებლისგანაც მიმიღია. ასე რომ მასწავლებელი არის ცხოვრება. კი ბატონო. ბატონგია, ხომ არ გაქვთ კიდევ დამატებით რაიმე სათქმელი ჩვენ სამწუხაროდ უნდა დავასრულოთ. არაფერი მე სანამ დაასრულდება ყველაფერი მინდა ერთი რამ ვისურვო და თქვა რომ ძალიან კარგია დემოკრატია და რაც უფრო მეტი იქნება ეს ყველაფერი და რაც უფრო ჩვენ ბევრს ვიკამათებთ ოპონენტებზე მაქვს ლაპარაკი ეს ძალიან კარგი იქნება მაგრამ ერთი რამ რაც მთავარია ჩვენი ქართული სახელმწიფოებრიობა რომელიც ჩვენ ხელში გვიჭირავს და აი ახლა მე წამოღებული მაქვს რუსულად წავიკითხავ მაგალითად პროექტ ინსტიტუტა ნაციონალნე სტრატეგიი ეს არის მოგეხსენებათ ვიღაც ბორის ბორისოვი დიახ ხო სათაური არის დესუვერენიზაცია გრუზიი ეს არის 2009 წლის 4 თებერვლის გამოცემა თუ დრო გვაქვს 2 წუთი არა გვაქვს კი ბატონო ძალიან მოკლედ თუ შეიძლება война только тогда может считаться успешной когда достигнуты правильные военно-политические цели этой войны в любом другом случае эта война проиграна невзирая ни на какие военные успехи. Русско-Саакартвелос омзела лапараки да меоре. Поскольку даже режим Саакашвили сегодня не смещен, то военно-политические цели войны не достигнуты.
Следовательно, имея военную победу, გასაგებია. мы понесли одновременно военно-политическое поражение. ეს იმათთვის და მესამე ვარ ეს იმათთვის ვამბობ, ვინც ამბობს რომ ჩვენ წავაგეთ თუ მოვიგეთ თუ ომი გრძელდება, მე ეს მინდა ვთქვა და ყველამ გაიგოს. ამ ომის გადატანა ოპოზიციამაც და პოზიციამაც ერთად უნდა მოვახერხოთ. დღეს შიგნით საქმის გარჩევების დრო არ არის. დღეს არის ოპონირების დრო ერთმანეთის რომ იცი რა გია აი ამას არასწორად იქნებ ესე ჯობია, იქნებ ესე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და მე გასაგებია ბატონგე ძალიან გთხოვთ, ძალიან დიდი ბოდიში, მე აუცილებლად მოგიწევთ ამ თემაზე, ომის თემაზე. სასაუბროთ უბრალოდ მაშინ, როდესაც თქვენ საუბრობთ, რომ ახლა არის დრო იმისა, რომ ჩვენ ოპონირება გაუწიოთ ერთმანეთს. აუცილებლად. კი ბატონო, უბრალოდ მონიტორინგიც უნდა გაიწიოს, ოპონირებაც უნდა იყოს, კრიტიკაც უნდა იყოს, მაგრამ ეს არ უნდა გადავიდეს გასაგებია Самалийский вариант. Одержание управляемой анархии войны всех против всех. გასაგებია, მაგრამ ყველანი ყველას წინააღმდეგ არ უნდა წავიდეთ. ჩვენ უნდა გვესმოდეს რომ ვართ სახელმწიფოში. გასაგებია ბატონგია, მაგრამ თქვენი ძალიან გთხოვთ მოკლე კომენტარი მაინტერესებს. გივით არგამაძე ერთ-ერთი პოლიტიკური ლიდერი საუბრობს და ოპოზიციას გრებავთ ტელეკომპანია მაესტროს ერთ-ერთ პროექტს რუსეთის აგენტობაში ადანაშაულებს საკა ნომერ 5-თან დაკავშირებით და ამ პროექტის არა, ჭორი არ არის, ღია ეთერში ბრძანა ბატონმა გივით არგამაძემ და ამ პროექტში მონაწილე ადამიანებს, ნარკომანებს და რუსეთის აგენტებს უწოდებს. ბატონგია. ამ პროექტში მონაწილე არა, გულისხმობ ტელეკომპანია მაესტროში საკანი ნომერი 5-ის მონაწილე ადამიანებს. თქვენი ეს განცხადება, როდესაც თქვენ საუბრობთ, რომ ერთმანეთის ოპონირების დრო ნამდვილად არისო, ესეთი განცხადებები გივით არგამაძის მხრიდან, თქვენი პოლიტიკური ერთ-ერთი ლიდერის მხრიდან, რამდენად მისაღებია თქვენთვის? არც ერთი მხრიდან ასეთი განცხადებები მისაღები არ არის. მე უფრო დიდი ხანია ნაცნობობაზე თუ ალაპარაკი. ბავშვობას ვიხსენებ. უფრო დიდი ხანია ვიცნობ თქვენს პატიმარს, ვიდრე ბატონ გივით არგამაძეს. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სწორად გამიგეთ რა რას ვამბობ. მე ორივეს არა, მაესტროს პატიმარს თუ კავკასიის პატიმარს. იცით რა, მე ორივეს ძალიან დიდ პატივს ვცემ. და ვერცად დღეს ამაზე ლაპარაკი, რომ არც ერთი მხრიდან რა თქმა უნდა დაუშვებელია იმაზე ლაპარაკი, რომ რუსეთის აგენტობაზე და ნარკომანობაზე საუბრობს ბატონ გივით არგამაძე პირდაპირ ეთერში. თუ ვინმეს რაიმე ინფორმაცია აქვს, მე ასეთი ინფორმაცია არ მაქვს. საინტერესოა ალბათ ბატონ გივი ოდესმე მოახერხებს და მიიღებს ჩვენს ეთერში მონაწილეობას სამწუხაროდ ჯერჯერობით იგი უარზია რადიო უცნობში სტუმრობაზე. თუმცა იმედი მაქვს რომ ბატონ გივით არგამაძე იქნება ჩვენი გადაცემის სტუმარი და ამ კითხვას აუცილებლად საქმეებს აკეთებს უნდა გითხრათ. კი ბატონო. ბატონ გია მართლა გულწრფელად დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ გადაცემაში მონაწილეობისათვის, გისურვებთ წარმატებებს მთელი გულით. დიდი მადლობა რადიო უცნობისა და ტელეკომპანია მაესტროს ერთობლივი პროექტი უცნობი კავკასია რამდენიმე წუთში დაბრუნდება პირდაპირ ეთერში ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი იქნება ჩვენი გადაცემის მეორე ნაწილის სტუმარი. მედია პროექტი უცნობი კავკასია. ჩვენ ბრუნდებით პირდაპირ ეთერში ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი ყოფილი ჟურნალისტი გახლავთ ჩვენი გადაცემის მეორე ნაწილის სტუმარი. მოგესალმებით გიორგი, ძალიან დიდ მადლობას გადაგიხდით გადაცემაში მონაწილეობისათვის. მოგესალმებით ნათლია. პირველ რიგში მოგესალმებით თქვენს მაყურებელს, დასმენელს. კი ბატონო, პირველ რიგში მინდა გკითხოთ. თქვენ როგორც ყოფილი ტელეკომპანია იმედის თანამშრომელს მინდა გკითხოთ. თქვენი აზრი მაინტერესებს, რამდენად ობიექტურად მუშაობს დღეს ტელეკომპანია იმედი? დღეს ტელეკომპანია იმედის გარდა დღეს ძალიან სერიოზული პრობლემაა ზოგადად ნაციონალური მედია საშუალებების მუშაობის მხრივ, იმიტომ რომ პრაქტიკულად დღეს არის ის ვითარება, რომელიც შეიძლება ითქვას ამ მიმართულებით ნაციონალურ ტელეკომპანიებზე ვლაპარაკობ, მე არ გულისხმობ პატარ-პატარა სიტყვის თავისუფლების ოაზისებს, რომელიც სამწუხაროდ ნაციონალურ მასშტაბს ვერ ფარავენ, მაგრამ არსებობენ და ძალიან სერიოზულ საქმესაც აკეთებენ. რაც შეეხება ნაციონალურ ტელეკომპანიებს მიმართულებით არის ისეთი ვითარება, როგორც საქართველოში არასდროს არ ყოფილა. ყოველ შემთხვევაში მე ჟურნალისტიკაში მოღვაწეობ 94 წლიდან და 96-17 წლიდან მე ამ დაგვარი სიტუაცია აღარ მინახავს იმ თვალსაზრისით, რომ ყოველთვის იყო ტელეკომპანია ნაციონალური მასშტაბის, რომელიც საზოგადოებას განსხვავებულ ალტერნატიულ აზრს ძალუმად სთავაზობდა და ამ არჩევანის გაკეთების საშუალებას ასრულებდა. თქვენ ტენდენციურობაში დაგადანაშაულად ბატონმა გიორონიშვილმა, მაშინ როდესაც სწორედ თქვენ მოღვაწეობდით ტელეკომპანია იმედში.
იცით საქმე რაშია, ეს იყო ერთგვარი გამოსავალი მაშინდელი ხელისუფლებისა ემართლებინა თავი. ყველაზე დიდი შეცდომა, რაც თავისი არსებობის პერიოდში, განსაკუთრებით თავისი პირველი 5 წლიანი პერიოდის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტმა და შემდეგ უკვე მთელმა მისმა გუნდმა დაუშვა, მე ვთვლი რომ ეს იყო, როდესაც ტელეკომპანია იმედს გამოუცხადეს ბოიკოტი. იმიტომ რომ არ გამოცხადებულიყო ბოიკოტი ამ შემთხვევაში, ხელისუფლება ძალიან ბევრ მისთვის ძალიან სერიოზული პრობლემის წარმოქმნას აირიდებდა გარკვეულწილად, მაგრამ იმან უბრალოდ ჩააყენა ტელეკომპანია იმედი იმ მდგომარეობაში, როდესაც თვითონ არ მივიდა, ჩვენ ამის გამო ნამდვილად ვერ გავჩერდებოდით, ვერ დავხურავით ტელეკომპანიას და ამიტომ უბრალოდ იქ გაისმა მხოლოდ და მხოლოდ უფრო მეტად ძირითადად ток-შოუებში და სხვადასხვა ანალიტიკურ გადაცემებში ძირითადად ოპოზიციის აზრი და ეს არ იყო არც ტელეკომპანია იმედის ბრალი, არც იმ ოპოზიციონერების ბრალი. კი ბატონო, დღევანდელ სიტუაციაზე ვისაუბროთ, გიორგი, თუ შეიძლება დღეს როგორ მუშაობენ ეს ტელეკომპანიები? გრებავ ტელეკომპანია იმედი, ტელეკომპანია რუსთავი, მოდით აი ამ ტელევიზიაზე ვისაუბროთ განსაკუთრებით, რადგან სწორედ ამ ტელეკომპანიების მისამართით არის ძირითადი პრეტენზიები. არ შეიძლება ერთმნიშვნელოვნად შევაფასოთ, იმიტომ რომ ტელეკომპანია იმედზეც, ტელეკომპანია რუსთავი ორზეც, პირველ საზოგადოებრივ მაუწყებელზე პირველ არხზეც არსებობს ток-შოუები და არსებობს გარკვეულწილად ის საშუალება, რომ ელემენტარულად გამოვიდეს და განსხვავებული აზრი წარმოთქვას ოპოზიციის წარმომადგენელმა. მაგრამ ეს არ არის არანაირად საკმარისი სიტყვის თავისუფლებისათვის, რადგან ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ დღეს კონკრეტული მაღალჩინოსნების მიერ და ეს არ არის ერთი ან ორი ადამიანი, საკმაოდ ბევრი არიან ხელისუფლებაში ასეთები, პირდაპირ ერევიან სარედაქციო პოლიტიკაში. როდესაც პირდაპირ არის მითითება იმისა თუ რომელი სიუჟეტი უნდა გაკეთდეს, რა არ უნდა გაკეთდეს, რომელი თემა უნდა გაშუქდეს, რომელი თემა არ უნდა გაშუქდეს. საინფორმაციო პოლიტიკის დაბლოკვა არის ამ შემთხვევაში გადამწყვეტი ფაქტორის მქონე, რომ საინფორმაციო საშუალებები ყველაზე დიდი მასშტაბით და ყველაზე მასობრივად აწვდიან ინფორმაციას საზოგადოებას და უქმნიან მათ საშუალებას ობიექტურობის. ვინ არიან ეს ადამიანები? ესენი არიან კონკრეტული მაღალჩინოსნები. მე სახელებს და გვარებს ამ შემთხვევაში დღეს ახლა ნამდვილად ვერ დავასახელებ, თუნდაც იმიტომ რომ მე არ მაქვს არც ჩანაწერი, არ მაქვს არც გადაღებული ვიდეო კადრი როგორ აძლევენ ამ დავალებას. მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ეჭვები. მე კონკრეტულად ძალიან ბევრი ადამიანის შესახებ გამიგია რომ ის ერევა ძალიან სერიოზულად, ძალიან სიღრმისეულად სარედაქციო პოლიტიკაში. ბატონ გიორგი, თქვენ ამის შესახებ პარლამენტში პირადად თქვენ როგორც ყოფილი ჟურნალისტი, პარლამენტში ამის შესახებ რატომ არ საუბრობთ? როგორ არ საუბრობ? რასაკვირველია, პირდაპირ ყველაზე ხმამაღლა და ყველაზე გამოკვეთილად სწორედ აი ამ სიტყვებით, რომ საქართველოში დღეს სიტყვის როდესაც პრეზიდენტი საუბრობს იმაზე, რომ თურმე სიტყვის თავისუფლებაა და ყვავის სიტყვის თავისუფლება ქვეყანაში და ამას იმით ხსნის, რომ თურმე რომელიმე ოპოზიციურ პარტიას შეუძლია თავისი აზრის და თავისი განცხადებით ბრიფინგით მიმართოს მოსახლეობას და ეს საინფორმაციო საშუალებები სადღაც 12 საათიანში, 2-3 საათიანში ეგება და 6 საათიანში გაშუქდება, ეს არის სიტყვის თავისუფლება და ეს არის მწვერვალი, რომელიც მიაღწევს დემოკრატიის თვალსაზრისით. ამაზე პირდაპირ უთხარით, რომ ეს არ არის სიტყვის თავისუფლება. იმიტომ რომ დღეს საქართველოში პირველ რაც ვთქვით, ეს არის ის, რომ პირდაპირ ჩარევა ხდება სარედაქციო პოლიტიკაში. საზოგადოებას ჯერ კიდევ არ აქვს ინფორმაცია იმაზე, თუ კონკრეტულად ვის ეკუთვნის ესა თუ ის ტელეკომპანია და ეს არის რაღაც სასინელი საიდუმლოება, რომელიც გაასაიდუმლო ხელისუფლება. გარდა ამისა, არ არსებობს ჟურნალისტური გამოძიებები ნაციონალურ ტელეკომპანიებში. ძალიან ბევრი კითხვა არის გაუცემელი ისევ და ისევ იმედის მფლობელობასთან დაკავშირებით და ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს სამართლიანი განაწილება არ არის, რაც დღეს იმედის მფლობელობასთან დაკავშირებით ხდება და ძალიან დიდი უსამართლობა ტრიალებს. აი ყველაფერი ამ პრობლემის მოგვარების შემდეგ შეიძლება ვისაუბროთ, რომ ჩვენ ძალიან დიდი ნაბიჯი გადავდგით სიტყვის თავისუფლებისკენ. მაგრამ ეს პირდაპირ იყო პრეზიდენტისადმი ნათქვამი და თქვენ თუ მოусმინეთ იმ გამოსვლას, რომ ეს საშუალება იყო. რასაკვირველია, ბატონ გიორგი, ჩვენ მოусმინეთ ამ გამოსვლას და ჩვენ ასევე სწორედ ნიო ჟიჟილაში მოგუშინ ამ ეთერში გააცნო საზოგადოებას. ჩვენ ჩაგვივარდა ხელთ, მე რასაკვირველია, თქვენ ალბათ ჩემს აი ამ განცხადებაში, რომელსაც ახლა მე მოგახსენებთ, ალბათ ეჭვებს შეიტანთ, მაგრამ ჩვენ ჩაგვარდა ხელთ პრეზიდენტის გამოსვლა, ის დოკუმენტი, სადაც ეს დოკუმენტი დაურიგდა სხვადასხვა ჟურნალისტებს, პრეზიდენტის გამოსვლა, შემდეგ ოპოზიციის კითხვა-პასუხის, ეს დოკუმენტი მანამდე იყო დარიგებული ჟურნალისტებისათვის. ანუ პრეზიდენტის გამოსვლა, შემდეგ გიორგი თარგამაძის გამოსვლა, შემდეგ კითხვა და შემდეგ პასუხი. ეს დოკუმენტი წინასწარ დაურიგდათ ყველა ნიუსრუმის თანამშრომლებს. ბატონ გიორგი, ამაზე მაშინ ალბათ პრეზიდენტის გამოსვლა დაურიგდა ჟურნალისტებს, ბუნებრივია. პრეზიდენტის გამოსვლის, აი სწორედ ამ დოკუმენტში იყო ასევე მოყვანილი გიორგი თარგამაძის განცხადება. მაშინ მე და გიორგი ერთად მუშაობდით. კი ბატონო, აუცილებლად მოგაწვით, ეს უბრალოდ მე დღეს თქვენ ახლა გინდათ ისაუბროთ, თუ ჩვენ რაღაცა შევათავაზოთ. არა, მე არ მინდა ვისაუბრო, უბრალოდ მე მაქვს დოკუმენტი. მე ზუსტად ეს დოკუმენტი არის გადამოწმებული და აი გეტყვი ზუსტად სამი წყაროს მონაცემებით ეს დოკუმენტი არის დარიგებული მანამ სანამ პრეზიდენტი გამოვიდოდა და გააკეთებდა მის ყოველდღიურ გამოსვლას. აქ რა წერია მითხარით? წერია ის, რომ თქვა იქ არის ჩვენი სიტყვები შეტანილი. დიახ, კითხვა
კითხვა-პასუხის რეჟიმია დოკუმენტი. კითხვა-პასუხის რეჟიმი საერთოდ არ ყოფილა. გიორგი თარგამაძის გამოსვლა არის, ბატონ გიორგი თარგამაძის გამოსვლა ამ დოკუმენტში მოყვანილი. და მაჩვე გიორგი თარგამაძის 10-ჯერ მეტი ქონდა გამოსვლა ტექსტის. კი ბატონო, აუცილებლად გაჩვენებთ გადაცემის შემდეგ. მოდით მაშინ მასე გეტყვით. ძალიან მარტივად გეტყვით. ძალიან წუხარ ერთ რაღაცაზე რა. ძალიან წუხარ რომ ადამიანებმა ძალიან კონკრეტული დაინტერესების მქონე ადამიანებმა, რომლებმაც ძალიან ვერაფერი პრაქტიკულად ვერ იპოვეს იმ ჩვენ გამოსვლაში საკრიტიკო, მაგრამ ახლა ხო არ აღიარებდნენ იმას, რომ დედა რა კარგი გამოსვლა იყო. არც არის საჭირო, გასაგებია პოლიტიკური კონიუნქტურა გარკვეულწილად ადამიანებს ავალდებულებს, რომ იყვენ მუდმივად რაღაც, მათი კონიუნქტურა, მათი პოლიტიკური წესრიგობა ავალდებულებს მუდმივად იყვენ აგრესიის რეჟიმში. ვის გულისხმობთ? იმათ ვისაც არიან ამ რეჟიმში მუდმივად. გასაგებია, მაგრამ ბატონ გიორგი დაასახელე. აი, ის ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ ჩვენ პრეზიდენტთან იმასე ვქია შევათანხმეთ რაღაცა ტექსტი, ჯერ ესეთი არა, არ თვლიან ეს დოკუმენტი არსებობს, ბატონ. არავითარი მაგდაგვარი დოკუმენტი შეუძლებელია რომ არსებობდეს ნათია და ზუსტად პრეზიდენტის 6 საათზე უნდა მოსულიყო ბატონი მიხეილი, უმოვიდა დაახლოებით 25 წუთის გვიანებით, ჩვენ 6 საათზე იქ ვიყავით, ზუსტად 6-ის 20 წუთზე თუ 6-ის 25 წუთზე მე დავასრულე ჩემს კომპიუტერთან აკრეფა იმ ტექსტისა, რომელიც უნდა გამოსულიყავი. მე და გიორგი ერთად მუშაობდით, ჩემი ტექსტი მას გავაცანი, იმან თავის ტექსტი გამოცნო და გარკვეულწილად დროში გავთვალეთ, რომ რამდენად ჩავეტეოდი ზუსტად ჩვენთვის გამოკვეთილ დროში, რომ ეს ყველაფერი ზუსტად ყოფილიყო ნათქვამი, მოვკიდეთ ჩვენს ფურცლებს ხელი და ჩავედით. ჯერ ეს ერთ რამეს გეტყვით, ძალიან მარტივად. ეხლა ამასთან დაკავშირებით, ეხლა არც თავის მართლებას არ ვაპირებ და რაღაცა. არა, ისეთ რამე და ერთ რამეს გეტყვით რა უბრალოდ. ჩვენი ტექსტი რომ ყოფილიყო სიტყვაზე ვამბობ შეთანხმებული პრეზიდენტთან, ხო? და ჩემი კითხვები დაახლოებით 10 თუ 12 ძალიან კონკრეტული, ძალიან კაფიო კითხვა იყო დაფიქსირებული იმ ჩემს გამოსვლაში, რომ ეს პრეზიდენტს მიმართე და ვერც ერთ მაგას ერთი მაინც ხო შეიძლებოდა რომ ყოფილიყო ისეთი კითხვა, რომელზეც პრეზიდენტი მერე პასუხს გაცემდა. ეს ყველაფერთვის რომ მომზადებულიყო პრეზიდენტი, საშუალება ქონდა 1 საათით ან თქვათ 9 საათით ან 1 დღით ადრე, რა ვიცი როგორ ფიქრობენ, რომ მე მიმეწოდებინა ჩემი კითხვები. ის ხო ელემენტარულად ისე მაინც მოემზადებოდა რომ კონკრეტულად ჩემს რომელიმე კითხვას მაინც გასცემდა პასუხს. აბსოლუტურად ყველა კითხვა დატოვა უპასუხოდ. აბსოლუტურად ყველა კითხვა. და შესაბამისად, ბოლო-ბოლო ეს ადამიანი მოემზადებოდა, არ არის ახლა უნიჭო ადამიანი, მაგ თვალსაჩინო, რასაც ქვია გამოსვლები და ტექნოლოგიები. გასაგებია, ბატონ გიორგი, ის რომ მოემზადებოდა გამცემდა პასუხი, მაგრამ აღმოჩნდა რომ ვერც ერთ კითხვაზე ვერ გამცა პასუხი. იქამდე მივიდა საქმე, რომ კაც დაჭირდა პრეზიდენტს საჭიროება გაუჩნდა იმისი, რომ ადგა მოითხოვა მთავრობასთან კონსულტაციები, რომ ელემენტარულად რაიმენაირად მე ჩვენ კითხვებზე პასუხი გაეცა. სამწუხაროდ მაინც ის რომ თქვენ საზოგადოების ნაწილი გნებოთ პოლიტიკური სპექტრი, თქვენ ხელისუფლებასთან ფარულ თანამშრომლობაში გადანაშაულებთ. იცით, არსებობს ესეთი მოსაზრება, რომ ეს მოსაზრება წამოვიდა იქიდან, რომ თქვენ, როდესაც იყავით ჟურნალისტები, თქვენ და თქვენი გუნდი, ბევრად უფრო კრიტიკულები იყავით ხელისუფლების მისამართით და მაშინ, როდესაც თქვენ წახვედით პოლიტიკაში, თქვენ თითქოს დღეს აღარ ახართ ისეთი კრიტიკულები, როგორც მაშინ მითხარი, რას ნიშნავს კრიტიკული იყო? აი რას ნიშნავს იყო კრიტიკული, მაშინ მოდი ამ კუთხით შევხედოთ. ჩვენ თვლით რომ ძალიან კრიტიკულები ვართ, მაგრამ ჩვენ ვართ საქმიანად კრიტიკულები. თუ ვიღაცა ფიქრობს რომ ეხლა მე იქ უკაცრავად მაბადი ფეხსაცმელი უნდა გამეხადა და მესროლა ტრიბუნაზე პრეზიდენტისათვის, ან გამოსულიყავი და გინება დამეწყო, ან რაღაცა დებოშია მეტეხა იქ, ხო? და ამას ჩათვლიდა რომ აი ნახე როგორი ოპოზიციონერია, ნახე როგორი რადიკალია და ნახე რა მაგარია, მე ვთვლი რომ ესე არ უნდა გავაკეთო. მე ამას არ ჩემ თავს ვაკადრებ, არც საზოგადოებას. ფეხსაცმლის სროლაზე არ არის ბატონო ყველა აბსოლუტურად ყველა თემა, რომელიც წამოვიდა ხელისუფლებიდან, რომელსაც ჩვენ მივიჩნევთ, რომ არის ძალიან არასწორი მიმართულებით გატარებული პოლიტიკა. არის გატარებული სერიოზულ პოლიტიკურ ქარცეცხლში. მაგრამ ჩვენ უბრალოდ ვამბობთ, რომ ამისათვის არსებობს ცივილიზებული ფორმა. ჩვენ რო შევიქმნით ჩვენი პოლიტიკური ძალა 1 წლის წინ, ჩვენ მაშინ ვთქვით, რომ ჩვენ მოვდივართ იმისთვის, რომ განვახორციელოთ სერიოზული ცვლილებები ამ ქვეყანაში, მაგრამ განვახორციელოთ ეს ცვლილებები მხოლოდ და მხოლოდ ცივილიზებული, მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური საპარლამენტო ბერკეტების გამოყენებით და არა სხვანაირად მე ვნახე სამჯერ ვნახე ქვეყანაში როგორ მოხდა ეს ყველაფერი და უკეთესობისკენ არაფერი არ შეიცვალა. თუ შეგიძლიათ თუნდაც თქვენ როგორც ყოფილი ჟურნალისტი შეგიძლიათ თუ არა მაგალითი მომიყვანოთ თქვენ იმისა რომ თქვენი პარლამენტში შესვლით იქნებათ მედიის განვითარებაში წვლილი გაქვთ შეტანილი. ძალიან ხო ტელეკომპანია მაესტროს მაგალითს ნუ მომიყვანთ რა ყველა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები თავიანთ დამსახურებად მიიჩნევენ იმას რომ ტელეკომპანია მაესტროს ლიცენზია აღუდგა. მე ერთ რამეს გეტყვით ტელეკომპანია მაესტროც არავის კეთილი თვალების და ლამაზი თვალების გულისთვის არ მიუნიჭებია და არ მისეს სრულიად დამსახურებად
დამსახურებული პოლიტიკური გადაცემების წარმოების ლიცენზია. არ მომხდარა ეს იყო ძალიან სერიოზული პოლიტიკური ბრძოლი, ძალიან სერიოზული ჩარევის. დასავლეთის ზეწოლის ძალიან სერიოზული მაგალითი იყო იმისა, რომ ბოლო-ბოლო აი ეს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბება, რაშიც ძალიან სერიოზულად მიიღო მონაწილეობა თავად მაესტროს კოლექტივმა და იმ ადამიანებმა, ვინც მუშაობდა და ვინც უნდა ემუშავა იქ და ძალიან ბევრმა კონკრეტულად პოლიტიკურმა ძალამ. მათ შორის ჩვენ სხვათა შორის არანაკლები მიგვიწვის და ეს ძალიან კარგად იცის ყველა იმ ადამიანმა, ვინც კიდევ რა მაგალითი შეგიძლიათ მომიყვანოთ მედიის განვითარების კუთხით თქვენი წვლილი. გახსოვთ თუ არა პარლამენტში ჩვენ რო შევედი, როგორი სიტუაცია იყო მედია საშუალებაში, ნაციონალურ მედია საშუალებაში. საქართველოს არც ერთ ნაციონალურ ტელეკომპანიაში არ არსებობდა არავითარი გადაცემა, რომელსაც ჰქონდა ან თოქ-შოუს, ან დებატის ფორმატი. არ არსებობდა. საერთოდ იყო აბსოლუტური სრული საინფორმაციო ვაკუუმი იყო იმასთან დაკავშირებით, რას აკეთებს ოპოზიცია თუნდაც. იწყებოდა და მთავრდებოდა იმით, დედა რა კარგია ეს ქვეყანა, რა კარგია. რომელ პოლიტიკურ თოქ-შოუებს გულისხმობთ შეიძლება? თუნდაც იგივე ნათიას ორდიას პოლიტიკური თოქ-შოუი გულისხმობთ. ნათია ორდიას პოლიტიკური თოქ-შოუ არსებობდა ბატონ გიორგი? არა, როგორ არსებობდა? არაფერი არ არსებობდა. ეს იყო ვალდებულება იყო პირველ საზოგადოებრივ მაუწყებლებს, რომ არჩევნების წინ ერთი თვით ადრე უნდა ყოფილიყო თოქ-შოუ. მაგრამ ამ დაგვარი არჩევნების შემდეგ არავითარი თოქ-შოუ აღარ იყო. არც პირველ არხზე, არც რუსთავზე, არც იმედზე. მას შემდეგ რა ძალიან სერიოზული ბრძოლის და აი ეს მარტო ბრძოლა როგორ გითხრათ, ეს ხელის გადაღუნვაზე არ არის საუბარი. ძალიან სერიოზულად დასავლეთის და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩარევით, ზეწოლით იქი და საზოგადოებრივი აზრის შექმნით, რომ ამას თუ არ გააკეთებ, იქნება იმდენად არაპოპულარული ნაბიჯი, რომ შემდეგ ძალიან სერიოზულად დაისახება ეს თუნდაც იგივე არჩევნებზე ეს ვადამდელი იქნება თუ თავის დროზე ჩადატარებელი. აქედან გამომდინარე მოხდა ის, რომ კანონში ჩაიწერა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს ვალდებულება, რომ ყოველგვარი არჩევნების პერიოდის გარეშე მუდმივად კონდეს გადაცემა, რომელსაც ექნება დებატების და თოქ-შოუს ფორმატი. გასაგებია, ბატონ გიორგი. როდესაც პირველმა არხმა ის გააკეთა, იგივე გაკეთება მოუწია ბუნებრივად უკვე იმედსაც და რუსთავიორს. ანუ ეს ერთი ნაბიჯი აღდგა ამ შემთხვევაში, მაგრამ ხან ურავინ ნუ მოგთხოვს ახლა ჩვენ ახლა ამ შემთხვევაში ერთ თვეში მოვაგვაროთ ყველა ის პრობლემა, რომელიც ამ ხელისუფლებამ ამდენი წლის განმავლობაში უკიდურეს ჩიხურ სიტუაციამდე მიიყვანა. სწორედ იმიტომ რომ ხელისუფლებამ ამდენი წლის განმავლობაში უკიდურეს ჩიხამდე მიიყვანა ჩვენი ქვეყანა, სწორედ აი ამას ასახელებენ იმის მიზეზად არასაპარლამენტო ოპოზიცია, რომ გაზაფხულზე შესაძლოა დაიწყოს პერმანენტული აქციები პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით. ბატონ გიორგი, თქვენ ამ მოთხოვნას არ უერთდებით, თქვენი პარტია არ უერთდება. ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული პოზიცია მაგასთან დაკავშირებით. პირდაპირ მიპასუხეთ, უნდა გადადგეს თუ არა პრეზიდენტი სააკაშვილი. ეს არის არასაპარლამენტო ოპოზიციის მოთხოვნა. პირდაპირ მიპასუხეთ თუ შეიძლება, კი თუ არა. მე ძალიან ყვაყოფილი ვიქნები და ძალიან ასიამოვნებით. მაშინ რატომ არ უერთდებით არასაპარლამენტო ოპოზიციის ამ მოთხოვნას? მაგრამ მე ვთვლი რომ იცით არ შეიძლება საზოგადოების ასე უკვე მემილიონეჯერ შეცდომაში შეყვანა და ასე საზოგადოების ემოცი ასე თამაში. ის რომ ეხა მე მოვითხოვე სააკაშვილის გადადგომა, ეს არ არის გადამწყვეტი ფაქტორი. ან ვინმე მოითხოვა სააკაშვილის გადადგომა. ჩვენ ძალიან ბევრი სხვა პრობლემა გვაქვს მოსაგვარებელი, მანამ თუნდაც სააკაშვილმა უცებ კეთილი ნება რომ გამოიჩინოს და გადადგეს. თქვენ როგორ ფიქრობთ, სააკაშვილი რო დღეს გადადგეს და საპარლამენტო, საპრეზიდენტო არჩევნები რო დაინიშნოს თავიდან. დღევანდელი საარჩევნო კოდექსით, დღევანდელი საარჩევნო გარემოთი და გარემოში მე გეტყვით რას გულისხმობ, ეს არის მედია, ეს არის მედია, რომელიც დღეს ვერანაირად ვერ ასახავს საზოგადოების თქვენ საუბრობთ, რომ ხელისუფლების მხრიდან არის ზეწოლა და პრეზიდენტ სააკაშვილი. მე თუ ვერ აქვს ახლა ამას თუნდაც რაღაც წუთნახევარში მაინც ვერ ჩავატევ ამ თქვენ შეგიძლიათ წუთნახევარში ჩატევა როგორც ჟურნალისტი. კი, ნამდვილად და გამაგში გამობრძოლდა. კი ბატონო, მე ვერ შეგედრები. ჩვენ თუ ამ შემთხვევაში ვერ გვექნება ძალიან კონკრეტული ცნობნა იმისა, რომ ჩვენ უნდა შევცვალოთ საარჩევნო გარემო და რას ნიშნავს საარჩევნო გარემოს შეცვლა. ეს არის მედიის გათავისუფლება, რეალურად გათავისუფლება, რომ საზოგადოებრივ ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას, ნებისმიერ პარტიას, ოპოზიციურ პარტიას გულისხმობ ამ შემთხვევაში. შეეძლოს სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის ჩატარება და თავისი პოზიციის, განცხადების, მესიჯის მიტანა საზოგადოებამდე, ის ვერ იქნება კონკურენტულარიან გარემოში. ეს ერთი. მეორე, სანამ სასამართლო არ იქნება ელემენტარულად გათავისუფლებული და სამართლიან სასამართლოს ვერ მივახცევთ, თუნდაც რაღაცა გარკვეული დიდი პროცენტით, ვიდრე არის დღეს, ჩვენ ვერასოდეს ვერ შევწვით იმ გარემოს. თუმცა ბატონ გიორგი, სასამართლოზე წოლა, მედიაზე წოლა, თქვენ საუბრობთ თავად რომ ეს ყველაფერი არის ხელისუფლების მხრიდან. რა თქმა უნდა, აბა ვის მხრიდან? გასაგებია და სწორედ ამაზეა საუბარი. თქვენი ოპონენტები ახლა აქ რომ მიჯდეს თქვენი ერთ-ერთი ოპონენტი არასაპარლამენტო ოპოზიციიდან, ალბათ კითხავდათ რომ თუ ეს ხელისუფლება წავა, მაშინ აქედან გამომდინარე მედიაც ხომ განთავისუფლდება. მაგაში რომ მარტო იმიტომ რომ ვიღაცა იტყვის რომ ეს კაცი წავიდეს, ამიტომ არ წავა. და ძალიან გთხოვთ, აი მე კონკრეტულად მე პირდაპირ არაერთხელ გაგვიცხადებია, ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ხოლმე ქრისტიან-დემოკრატები თუ რამე განცხადებას გავაკეთებთ. ყოველთვის ეს განცხადება იყოს აი ერთმნიშვნელოვნად გასაგები მოსახლეობისათვის. რომ იმეს არ გაუჩნდეს მე კითხვის ნიშანი, რომ მე მართლაც აი გულისხმობს და ასე შემდეგ. ჩვენ რომ ვამბობთ რომ ჩვენ დღესვე მოვაწერთ ხელს მესამე პუნქტს
პუნქტს მაგ მემორანდუმის. პირველ პუნქტს არა. სადაც წერია. არა, ლოგიკურად უნდა ავხსნათ რა. სადაც წერია რომ ამ პუნქტში საუბარია საარჩევნო გარემოს შეცვლაზე და გაუმჯობესებაზე. ჩვენ ამას ვერანაირად ვერ მოვახერხებთ. აი ამ სამი პუნქტის გაუმჯობესებას ვერანაირად თუ ჩვენ დიალოგს გადავჭით და არანაირ საუბარზე არ წავალთ, როგორც პირველ მეორე პუნქტში არის ამ შემთხვევაში დღევანდელ ხელისუფლებას. მოგწონს ეს ჩვენ თუ არ მოგწონს, ძირითადად არ მოგწონს, მაგრამ ეს ფაქტია, რომ ეს ხელისუფლება არსებობს, ამიტომ ის თუ არ დაждდა იგივე იმ მაგიდასთან მოლაპარაკებაზე, ვერ საარჩევნო კოდექსს შეცვლი, ვერ საარჩევნო გარემოს გააუმჯობესებ და ვერანაირად ვერაფერს ვერ შეცვლი. ამ ვერც ამ პარლამენტის გამოყენებით და ვერც თუნდაც დასავლეთის ზეწოლის გამომდინარე. ჩვენ თუ გადავხადეთ ეს ყველაფერი, დღეს ძალიან სერიოზულად დაინტერესებულია პრეზიდენტი, რომ ჩვენც მოვაწეროთ მაგაზე ხელი. იცით როგორ არის დაინტერესებული? ძალიან მარტივი მიზეზის გამო. მთელი დასავლეთი და ეს არის გაფორმებული უკვე ქარტიით, რომელიც ამერიკასთან გაფორმდა, საქართველოს მაიღო ვალდებულება მეოთხე პუნქტით, რომ მას უნდა კონდეს ხელისუფლებას, უნდა კონდეს მუდმივი დიალოგი ოპოზიციასთან, მუდმივი მცდელობა იმისა, რომ ოპოზიციის წინადადებებით და შეჯერებით და ასე შემდეგ გაუმჯობესდეს. ეხლა შეხედეთ რა, არის ის პოლიტიკური რომელიც აწარმოებს მუდმივ დიალოგს ხელისუფლებასთან. ეხლა რა ხდება გეტყვით, ძალიან მარტივად გეტყვით. ჩვენ რომ ამას ხელი არ მოვაწეროთ, ხო? ძალიან დიდი დაინტერესება აქვს სააკაშვილს რომ მოვაწეროთ. ძალიან დაინტერესებულია ამაში სააკაშვილი. იმიტომ მაშინ როდესაც ყველა თხოვს, დასავლეთი თხოვს, რომ შენ უნდა ესაუბროთ ოპოზიციას. შენ უნდა ესაუბრო ოპოზიციას. ნაციონალისტები, ქრისტიან-დემოკრატები ესაუბრებიან. პრეზიდენტს აქვს ძალიან მარტივი დამოკიდებულება. ვის უნდა ვესაუბრო მე? ვის უნდა ვესაუბრო, როდესაც არც ერთ ჩემთან საუბარი არ სურს. მას ძალიან მარტივად გამოძვრება ამ სიტუაციიდან, მაგრამ დღეს ამის საშუალება აღარ აქვს. ის იძულებულია ძალიან კონკრეტულ, ძალიან სერიოზულ დათმობაზე წავიდეს და ამ შემთხვევაში მთავარი ერთი პრინციპი რა. მე პრინციპი მაქვს ესეთი, რომ მე ჩემს რაც დავპირდი მოსახლეობას და ჩვენი პარტია, რასაც დავპირდა, იმის ერთგულები ვრჩები დღეს და ასე გავაგრძელებ. ჩვენ ძალიან გადავაცილეთ. და ვისაც ახლა სხვა პრიორიტეტები აქვს, ხო ამ შემთხვევაში, ვისაც აქვს თქვა უფრო რადიკალი ნაჯახის აღება, თავში ვიღაცის ჩართმა, ეს მისი პრიორიტეტია. მე ამ შემთხვევაში მის აზრს პატივცემ, მაგრამ უფლებას ვიპოვებ დავრჩე ჩემ აზრს. ძალიან დიდი მადლობა ბატონ გიორგი გადაცემაში მონაწილეობისათვის. ის აქვე მინდა გთხოვოთ რომ თქვენ პოლიტიკურ პარტიის ლიდერს ბატონ გიორგი თარგამაძეს აგერ უკვე რამდენიმე კვირაა ვთხოვთ გადაცემაში მიიღოს მონაწილეობა და იქებ თქვენ დაგვეხმაროთ რომ ბატონ გიორგი თარგამაძე გახდეს ჩვენი გადაცემის სტუმარი. ძალიან რთული პერიოდი, მართლა ძალიან რთული პერიოდი, იმიტომ რომ მართლა სერიოზული სამზადის იყო, ძალიან ბევრი საკანონმდებლო ინიციატივა იყო. დიდი მადლობა. გასაგებია. მართლა ძალიან რთული რეჟიმი. ჩვენ შემდეგ დაბრუნდებით პირდაპირ ეთერში ხათუნა უჩიაური, ნინო ბურდული იქნებიან ჩვენი გადაცემის სტუმრები. დაგველოდეთ. მედია პროექტი უცნობი კავკასია. ჩვენ ბრუნდებით პირდაპირ ეთერში ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ხათუნა უჩიაური და მსახიობი ნინო ბურდული გახლავთ ჩვენი გადაცემის სტუმრები. ძალიან დიდ მადლობას გადაგიხდით ქალბატონებო გადაცემაში მონაწილეობისათვის. მე ბოდიში მინდა მოგიხადოთ, რადგან მამაკაცმა პოლიტიკოსებმა წაგართვეს თქვენ საეთეროდ, რომ ამისათვის კიდევ ერთხელ ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით. ქალბატონ ნინო, პირველი კითხვა მექნება თქვენთან. თქვენ როგორც ხელოვანი ადამიანი, სწორედ ჩვენს ეთერში რამდენიმე წუთის წინ ბატონ გიარო ინიშვილი საუბრობდა, რომ ძალიან ბევრი კეთდება ხელოვანი ადამიანებისთვის. თქვენ რა პრეტენზიები გაქვთ კონკრეტულად, მინდა გკითხოთ, ხელისუფლების მისამართით, თუნდაც ხელოვნებასთან დაკავშირებით. გისმენთ? იცით რა, მე მგონია რომ ხელოვანი ადამიანებისთვის კი არ უნდა გაკეთდეს, დავიწყოთ აქედან პრეტენზია პირველ რიგში ეს არის. უნდა გაკეთდეს ქვეყნისთვის, რომ განათლება და კულტურა იყოს ქვეყნის პრიორიტეტი. ეს არის მნიშვნელოვანი. თუ ქვეყანაში ეკონომიური მდგომარეობა იქნება ნორმალური, თუ სამუშაო ადგილები იქნება, თუ ბიუჯეტში ფული შევა, შესაბამისად ხელოვანი ადამიანებიც იქნებიან კარგად და ისინი შეძლებენ თავის შემოქმედებას მიხედონ და ექნებათ საშუალება, რომ განახორციელონ თავისი პროექტები და ადეკვატური ანაზღაურებაც მიიღონ. ეს სივრცე დღეს არ არსებობს, ეს არის მთავარი პრეტენზია. გასაგებია, ქალბატონო ხათუნა, რა მოიტანა დემოკრატიის ახალმა ტალღამ, მეორე ტალღამ ბატონ გიარონიშვილი, ასევე მინდა კიდევ მისი ერთი განცხადება მოვიშენიო. დემოკრატიის ახალ ტალღაზე საუბრობდა და საუბრობდა იმაზე, თუ როგორ განვითარდა ჩვენს ქვეყანაში დემოკრატია. ქალბატონ ნინო საუბრობს იმაზე, რომ ჩვენს ქვეყანაში ხელოვანებს და ქვეყნისათვის გრებავთ. ხელოვანები ქალბატონ ნინო სწორედ იმიტომ ვახსენე, რომ მე და ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილის სტუმრები საუბრობდით სწორედ პრეზიდენტის განცხადებაზე, როდესაც მან ჩარეცხილები უწოდა ხელოვან ადამიანებს და ამიტომ მკითხეთ ხელოვანების პრობლემების შესახებ. გისმენთ ქალბატონო ხათუნა, რა მოიტანა დემოკრატიის ახალმა ტალღამ? ჯერ პირველ რიგში მინდა რომ დავეთანხმო ნინოს სრულიად ყველაფერში რაც თქვა, რომ მთავარი არის რომ ქვეყანა იყოს წარმატებული, ქვეყანა იყოს კარგად გაძლიერებული და ამ შემთხვევაში ხელოვნების მუშაკებსაც და ყველა სხვა სფეროს მუშაკებს ეკნებათ უკეთესი მდგომარეობა, ვიდრე დღეს აქვს მოსახლეობას. მოსახლეობას უჭირს, რა თქმა უნდა, ასევე უჭირთ ხელოვანებს, არქიტექტორებს, მსახიობებს, მუშებს, ყველას აქვს პრობლემა.
ამაზე ლაპარაკი არ არის, იმიტომ რომ თავარი არის ჩვენ ქვეყანას აქვს დიდი პრობლემა. რა მოიტანა დემოკრატიის ახალმა ტალღამ თქვენ თქვით, ну კონკრეტულად თუ გაინტერესებთ, ეს არის ოპოზიციის როლის გაზრდა საპარლამენტო ცხოვრებაში, ეს არის ოპოზიციისთვის ხელის გაწოდება. ეს ხელისუფლების დამსახურებაა, ქალბატონო ხათუნა, ხელისუფლების დამსახურება, იცით, მე არ მინდა რომ ესე მივაწერ, რა თქმა უნდა, ხელისუფლების პოლიტიკური ნება რომ არ ყოფილიყო, ეს ვერ გაკეთდებოდა. და ამიტომ რასაკვირველი არის ხელისუფლება. როგორ მოინდომა ხელისუფლებამ და კონკრეტად ქალბატონო ხათუნა, თუ შეიძლება, რადგან როდესაც თქვენ საუბრობთ, რომ ხელისუფლების სურვილი იყო ის, რომ დღეს ოპოზიცია ყოფილიყო უფრო ძლიერი ვიდრე აქამდე, რაში გამოიხატება ეს, რა შეძლო ხელისუფლება? აი, რაში გამოიხატა და როგორც მოგეხსენებათ, პარლამენტში არის უმრავლესობა ნაციონალური მოძრაობის და მან კენჭი უყარა ანტიკრიზისული კომისიის, ვთქვათ, საბჭოს შექმნას, კენჭი უყარა საგამოძიებო კომისიის არსებობას, კენჭი უყარა ვიცე-სპიკერების არსებობას ოპოზიციიდან, რავლად და მათი უფლებები კიდე ბევრია ესეთი კონკრეტული მაგალითი შემიძლია ჩავიგითოთ, რაც რაშიც გამოიხატება ხელისუფლების ნება, რომ რა თქმა უნდა ის ხარვეზები, რაც არსებობს დემოკრატიის მშენებლობის გზაზე და მე არავითარ ილუზია არ მაქვს, რომ არ იქნებოდა ასე იმ სივრციდან, საიდანაც ჩვენ მოვდივართ. აი ეს ყველაფერი გაკეთდეს და კიდევ უნდა გაღრმავდეს და მეტი უნდა ვიმუშაოთ და რა თქმა უნდა ჩვენ არა ვართ მისული რაღაც ისეთ პიკზე, რომ პირდაპირ ძალიან კმაყოფილები ვიყოთ, მაგრამ ნამდვილად ეს ნება არსებობს პიკამდე ქალბატონ ხათუნა. იცით რა, ეს დემოკრატია ყველა დამეთანხმება, რომ არის მუდმივი პროცესი. გასაგებია, ქალბატონ ნინო დემოკრატიის განვითარებაზე საუბრობდა ქალბატონი ხათუნა. ადამიანის უფლებების დარღვევა, გრებავთ პატიმრების უფლებების შელხვა. მართული მედია, სწორედ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი საუბრობდა დღეს ჩვენს ეთერში, რომ მედიას დღეს მაღალჩინოსნები მართავენ. აი ამ პრობლემების მოსაგვარებლად, ქალბატონი ნინო, რა არის საჭირო? როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემები? და ზოგადად არსებობს თუ არა ეს პრობლემები, თუ ეს არის უბრალოდ ოპოზიციის აკვიატებული ბრალდებები ხელისუფლების მისამართით, ის რომ დღეს მედია არის მართული, ის რომ დღეს სასამართლო არ არის დამოუკიდებელი, ის რომ დღეს ადამიანის უფლებები ილახება. ეს თუ შეიძლება აი ამ საკითხებზე რომ ვისაუბროთ, არის ეს ესე, თუ კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, ეს არის ოპოზიციის რაღაც აკვიატებული. მე მგონია ეს სწორედ ეს არის რეალობა და ეს არის არა ოპოზიციის, არამედ მოქალაქეების აზრი, მოდი ასე ვიტყოდი, იმიტომ რომ ოპოზიცია გამოხატავს რაღაც ნაწილი მოქალაქეების შეხედულებას და მმართველი პარტია ასევე ნაწილის. მე ვთვლი, რომ მმართველი პარტია ამ შემთხვევაში ბევრად უფრო მცირე ნაწილის შეხედულებას გამოხატავს, იმ ნაწილისა, რომელმაც გადაწყვიტა, რომ შეიძლება თვალი დაიხუჭოს დანარჩენ დიდ ნაწილზე ქვეყნისა და რაღაცა ილუზორული მიზნების გამო აკეთონ საქმე ისე, რომ მათ ხელი არ შეუშალონ. აი ეს ხელი არ შემიშალონ, ყველა დანარჩენი ჩვენ შევდივართ ხელის შემშლელთა რიგებში. ასეთი შთაბეჭდილება მაქვს. რეალობა სწორედ ის არის, რასაც თქვენ ბრძანებთ, რომ არ არსებობს სასამართლო, არ შექმნილა სამუშაო ადგილები, ბიზნესს არ უწყობენ ხელს, ფერმერებს არ უწყობენ ხელს. ანუ არავითარი წინსვლა იმ ხრივ, რაც პირველ რიგში უნდა გაკეთებულიყო. პირველ რიგში რაც გაკეთდა, ეს იყო მილიტარიზაცია. ჩემთვის ეს არის მილიტარიზაცია, რაც მოხდა. იმიტომ რომ ბევრად იმაზე მეტი დაიხარჯა, რაც რეალურად საქართველოს შეიძლება დაჭირვებოდა. და ისეთ რამეში დაიხარჯა, რაც საქართველოს არ უნდა დაჭირვებოდა, თუ ნორმალური მთავრობა ეყოლებოდა. ომი მიუღებელი მოვლენა არის. მე საერთოდ ვთვლი, რომ 21 საუკუნეში საერთოდ ამაზე ფიქრი ჩვენ ვთვლით, რომ ცივილიზებულ ქვეყნებს რიცხვს მივეკუთვნებით. მით უმეტეს ასეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორც საქართველოა, ეს იყო დანაშაული. რატო ვერ შეძლო ქალბატონ ნინო დღევანდელმა ხელისუფლებამ ამ პრობლემების მოგვარება? არა, მე არ მგონია, რომ ვერ შეძლო, მე ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ მათ მოინდომეს და ვერ შეძლეს. მე ვთვლი, რომ მათ ისინი მიზანდასახულ პოლიტიკას აწარმოებენ და სწორედ ამიტომ არის, რომ მე ასე ვთქვათ, მათ ოპოზიციაში ვარ. არა კონკრეტულად ქალბატონი ხათუნასი, არა კონკრეტულად გიაროინიშვილი. კი, რა თქმა უნდა, დიახ და ქალბატონი ხათუნა თulis, რომ მათ ვერ შეძლეს. ეს არის ჩვენი განსხვავება, ჩვენი განსხვავება ალბათ. გისმენთ ქალბატონი ხათუნა. მე რას ვთვლი, თვითონ შემიძლია მოგახსენოთ, მე შეგნებულად არ აკეთებს. ნება მომეცით არ დავეთანხმო იმაში. რა თქმა უნდა, ომის წინააღმდეგ რო არ ვიყო, ხო, გიჟი უნდა ვიყო. კატეგორიული წინააღმდეგიც რომ ვიყო, ეს არ არის ჩვენი არჩევანი და თუ ვინმე თulis, რომ ეს არის საქართველოს არჩევანი, რომ უნდა იუმოს და არა რუსეთის არჩევანი. აი აქ ეს ჩემთვის არის წყალგამყოფი და აქ
აი სწორედ ამიტომ ვარ მე ეთყობა ხელისუფლების წარმომადგენელი და ქალბატონი ნინო ამიტომ კარგით, ვარ ოპოზიციაში, რაც რომ ეხება არა, ბიზნესს, კარგით კი არა, ეს არის ადამიანის ძალიან პრინციპული საკითხი. რასაკვირველია? ვინ დაიწყო ომი, დაიწყო თუ არა, ეს ჩემთვის არის აი უპრინციპულესი ამბავი და მე ვთვლი რომ ჩვენ ვართ დიდი აგრესიის მსხვერპლი, ვართ არა 1 და 2 წელი, არამედ ძალიან დიდი ხანია და ეს სრულიად არ არის ჩვენზე დამოკიდებული რას მოიმოქმედებს, რას გადაწყვეტს ეს ჩრდილოელი ჩვენი მეზობელი ჩვენს წინააღმდეგ და ჩვენი არჩევანი აქ ომს და არა ომს შორის კი არ არის, ომს და მშვიდობას შორის არის იმას შორის ჩვენ ვიბრძვით თუ ვაჩერებთ ბრძოლას, იმიტომ რომ ყველაზე იოლი მიღწევა მშვიდობის ეს არის დანებება. ჩვენ შეგვიძლია დავნებდეთ და არ ვიომოთ, მაგრამ ჩვენ მე ვფიქრობ და მე ამიტომ ვარ დღეს პოლიტიკაში, თქვენ მე მითხარით რომ გადაცემა სწორედ ეძღვნება იმას, რომ რატო არის შემოქმედებიდან ხალხი თუ კულტურიდან, რატო მოდის პოლიტიკაში. მე ჩავთვალე რომ პასუხისგებლობას ვერ გავექცეოდის, შემთხვევით მოვხვდი ნამდვილად თვითონ ეს გზა არ გამივლია, ვთქვათ, მეცადა და ვთვლი რომ აი ეს არის ბრძოლა, მუდმივი ბრძოლა საქართველოსი დამოუკიდებლობისათვის და ამ ბრძოლის გზაზე ჩვენ ხან ომი გვექნება, ხან პირდაპირ ღმერთმა დაგვიფაროს რომ ეს კიდე გამეორდეს, ხან დიპლომატიური, ხან ეკონომიკური და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ასე რომ ჩვენი არჩევანი არ არის ომსა და მშვიდობას შორის. ვიბრძვით თუ არ ვიბრძვით, აი ეს არის ჩვენი პოზიცია. ადამიანის უფლებებზე, ბიზნეს ტერორზე და ეს ადამიანის უფლებებზე, არა, ბიზნეს ტერორზე მე ნამდვილად არაფერი არ ვიცი, მე შემიძლია მოგიყვეთ აი მარტივი მაგალითები, უბრალოდ როგორ შემხედრია მე ნამდვილად ადამიანები, ვისაც უთქვამს რომ ადრე თუ იყო რომ 1000 ვიღაც მოდიოდა მათთან, ხან პოლიცია, ხან უბრალო რეკეტი, ქურდები თუ სხვადასხვა და მათ უწევდათ რომ ხარკი გაეღოთ თავიანთი სუმცირე საწარმოსგან, ეხლა ესეთი რამე არ ხდება ნამდვილად და ბიზნესი ასე თუ ისე, ეხლა ვხედავთ რომ სოფლიო კრიზისია, ჯერ ერთი ეს ხო არის არა, მაგრამ რა შედარება იმასთან, რაც იყო, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ შევადაროთ, ჩვენ კი არ ვართ კმაყოფილი. ღმერთმა დაიმფეროს რომ ამით კმაყოფილიყო, მე რო კმაყოფილი ვიყო, მე აქ არ ვიჯდებოდი. ძალიან კაი პროფესია მაქვს და ვიქნებოდი იმ პროფესიაში მშვენივრად, მაგრამ მე სწორედ მგონია რომ რამდენადაც მე პრობლემას ვხედავ, მით მეტად ჭირდება ჩემ ქვეყანას და არავინ მართველს ან ვიღაცას მეტი დახმარება და თუ მე რამე შემიძლია ამ სფეროში, ნებისმიერ სფეროში რომ გავაკეთო, მე ამაზე უარს არასდროს არ ვიტყვი. კი ბატონო, აი ქალბატონი ნინო ბრძანებდა რომ საზოგადოების უმრავლესობის აზრია, რომ უმრავლესობის აზრი რომ ეს იყოს უმრავლესობა იქნებოდა ქალბატონი ნინო ვისაც წარმოადგენს, მაგრამ უმრავლესობის აზრი მე ვფიქრობ რომ არის ის, ვინც წარმოადგენს უმრავლესობას. საზოგადოების ჩემი აზრი ასეთია, იცით რა, მე საარჩევნო არა ადამიანის უფლებები თავისუფალია მედია სასამართლო. არა. აი ამაზე ბრძანებდა ქალბატონი ნინო. იცით როგორ არის, რა თქმა უნდა, არის უკმაყოფილება. მე თვითონ დავდიოდი, თქვენ ალბათ გახსოვთ საარჩევნო კამპანიის დროს მთელი საქართველო მოვიარეთ ამ რაღაც ავტობუსით და ძალიან ბევრ ხალხს შევხვდით, ძალიან ბევრ ხალხს. მე მართლაც არ მეგონა, რომ ამდენი ხალხი, ეს არ იყო კმაყოფილი ხალხი. ნამდვილად არ იყო კმაყოფილი ხალხი, მაგრამ ეს იყო ხალხი, ვისაც ქონდა იმედი, რომ ჩვენ შეგვიძლია რაღაც შევცვალოთ. ეს არ იყო კმაყოფილი ხალხი. გასაგებია. ქალბატონო, თქვენ გაქვთ იმედი იმისა, რომ ხელისუფლება დღეს შეცვლის უკეთესობისკენ? არა, რა თქმა უნდა, ეხლა კი მე უკვე იმაზრზე ვარ, რომ ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს, რაც შეიძლება მალე. მე იმედი, არათუ იმედი არა მაქვს, მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ჩვენ საბოლოოდ ჩავბარდებით რუსეთს, როგორც გუბერნია. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ ეკონომიკურად რუსეთს უკვე დაპყრობილი აქვს საქართველოს დიდი ხანია და ის რომ ჩვენ ეს დღევანდელი ხელისუფლების ბრალი. დღევანდელი ხელისუფლების პირობებში მოხდა ეს ყველაფერი და ის რომ ჩვენ ამდენი ადამიანის სიცოცხლე შევწირეთ ტყუილ ომს, ეს არის ეს იყო ომი იმათთან, ვისაც ჩვენით ჩავაბარეთ ყველაფერი, მთელი ჩვენი ეკონომიკა. ეს იყო ომი ქვეყანასთან, რომელსაც ეკონომიკა ჩავაბარეთ, ანუ ვისთანაც ომი უკვე წაგებული ქონდა. ეს ხომ ტყუილია, ეს მე ვთვლი არის ფარისევლობა და არსებობს პოლიტიკა, სადაც შეიძლება რაღაცეები არ ითქვას, მაგრამ ეს ცივილიზებულ პოლიტიკაზეა, ლაპარაკი ცივილურზე. დღეს ჩვენ სიტუაციაში მე მგონია, რომ აუცილებლად უნდა ითქვას წარე სიმართლე, იმიტომ რომ ჩვენ 3 საუკუნეა ტყუილში და მეფეებისა და მმართველების ხელის აფარებაში ვცხოვრობთ მთელი საქართველო. რა არის წარე სიმართლე? წარე სიმართლე არის ის, რომ საქართველო ნებდება რუსეთს ისე, რომ ტყუილად სწირავს თავისი შვილების სიცოცხლეს. ანუ ბრძოლა არის საჭირო არა
ქაბატონი- იარაღით არამედ ტვინით თქვენ როგორც ქაქუცა ჩოლოყაშვილსაც ალბათ იგივეს შეუთვლიდით. კი, რა თქმა უნდა, ხო, იმიტომ ნუ რომ ეს არის ქაქუცას განსხვავება, ბრძოლა, უბრალოდ მე ქაქუცა მესმის, იყო ანუ- გმირობის მაგალითი, მაგრამ გმირობა არ არის პოლიტიკა. იქ იყო ის განწირული, ის ბრძოლა. განწირული იყო იმ ტყუილი იყო ის ბრძოლა. მომავალი ტყუილი იყო საქართველოსთვის, იმდენად, არა, ჩვენი ტყუილი შვილების იყო- აღზრდისთვის, სულიერი აღზრდისთვის სიმტკიცისთვის. ადამიანის დაღუპვა არ არის საჭირო, შეიძლება არა ომის მაგალითით აღზარდოთ შვილები და სწორი პოლიტიკის წარმოებით. ეს ისევ არ არის ჩვენი არჩევანი. არა, მე მგონია რომ ქაბატონი- საქართველოს აქვს იმის საშუალება, რომ მიუხედავად იმისა, რომ პატარა ქვეყანაა, საკუთარი პოლიტიკა აწარმოოს ისე, რომ ზიანი არ მიაყენოს საკუთარი ქვეყნის მომავალს. რომელმა პოლიტიკურმა ძალამ შექმნა საქართველოში ბოლოს 200 წლის მანძილზე ესეთი პოლიტიკა, როგორი პოლიტიკა? რომელსაც არ დაჭირვებია ომი რუსეთთან. ვერც ერთმა. მაგრამ ეს გამართლებაა, განა. არა, გამართლება კი არ არის, ეს არის ახსნა იმ ფაქტის, რომ ჩვენ ყავს აგრესორი მეზობელი, რომელიც გვებრძვის. გასაგებია. და აქ, რა ვიცი, ეს მე მესმის რომ ყველა აზრს აქვს. არა მარტო არსებობის იარაღის უფლება, მაგრამ გვებრძვის ის კატეგორიულად არ აგრესორი ვეთანხმები, მეზობელი. რა თქმა უნდა. ის აგრესორი მეზობელი პენსიებს უხდის ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს და არც ერთ ხელისუფლებას თითი არ გაუნձრევია იმისთვის, რომ იმ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს არ დაჭირვებოდათ აგრესორი მეზობელის გადახდილი პენსია. და არც ამ ხელისუფლებას არ დღეს გაუნձრევია რუსეთი თითი. უხდის ქაბატონი. კი, არის რეგიონები, ახლა იცით რა, მე რომ რაღაც არ შემეშალოს, ეს ამის გადამოწმება შეიძლება. არის რეგიონები საზაზღვრო ძირითადად, სადაც რუსეთის პენსიას იღებენ ქართველები და საქართველოს მოქალაქეები. სად, რომელ იმიტომ რომ როცა რეგიონში? იკეტება მართლა იცით რა, მოდი მე რო არ მქონდეს სასამართლოში საქმე, არა, მე არ გიჩვენებ განსახილველი, ნამდვილად, არა, მართლა უბრალოდ მომენტში. შეიძლება ამის დააზუსტება და ამას მე გეტყვი ხათუნა. გასაგებია. იმიტომ რომ ქაბატონ ხათუნა, ეს ძალიან პრობლემატურია. სერიოზული ბრალდებები ეს იცით რა, ბრალდება არ არის, ეს არის ნინოს მოსაზრება. არა. ბრალდება ასეთი ეს შეიძლება იყოს, როდესაც არის გადამოწმებული და შემდეგ არის ბრალდება. მე შემიძლია ახლა ვთქვა, რომ ნუ არ ვიცი 1000 რაღაც თქვა და ეს ქაბატონ ხათუნა, ბრალდება იცით რა თქვენ მინდა არაფრით არ იტყვით, რომ ეს არის ბრალდება ვთქვათ ოპოზიციის მიმართ. ეს ბრალდება არის მას შემდეგ, თუ ეს ოდნავ მაინც იქნება დადასტურებული, საქართველოს კონტროლირება ტერიტორიაზე ჩვენ ვიღებთ რუსეთიდან პენსიებს. გასაგებია. ესეთი რამე ეს არ ვიცი, თუ ინფორმაცია იცი, აუცილებლად გამაგებინე. ქაბატონ ხათუნა, რა მინდა კითხოთ, იცის ეს იქნება ჩემი ბოლო შეკითხვა ორივე თქვენგანთან. საზოგადოებაც თქვენ ხშირად ხვდებით, როგორც თქვენ თავად ბრძანეთ. თქვენ არ გსმენიათ იმის შესახებ, რომ დღეს არსებობს მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ყველას აქვს შიში იმასთან ის, რომ მას მობილურზე უსმენენ, კრიტიკა ხელისუფლების მისამართით ეშინიათ, რადგან შესაძლოა შემდეგ ამანდაბიანმა სამსახური დატოვოს და რა მინდა გითხოთ რა კრიტიკა ხელისუფლების მიმართ აი მთელი ეს წლები ნუ თუ საიდან გვესმოდა ჩვენ თუ არა ტელეეთერებიდან ხომ არ ფიქრობთ რომ ეს პრესის ფურცლებზე საერთოდ არ წაიკითხება ის პრესა იმდენად უზრდელური და ყოველგვარ ზღვარს გადაცილებულია ეს მოსაზრება ბრალდებები კი არა ჭორაობა 1000 ბრალდებას ვერც დავარქვევ ამას აი რაც უნდათ იმას წერენ რასაც უნდათ იმას ამბობენ ნებისმიერ ეთერი რო ჩართოთ საღამო ხანს დღის ხანს ჩვენ ვნახავთ ოპოზიციის გამოსვლებს მათ აზრებს საათობით დიდხანს გასაგებია ქალბატონ ხათუნა ეს მოსაზრება ასე ხომ არ რომ ამას ფიქრობთ ვერ რომ გაჩნდა გავიზიარებ, იქიდან რა, რომ ხო, არის ჩვენ შეზღუდვა ოდნავ ჩვენ მაინც შეგვიძლია მედიის. ვნახოთ ჟურნალისტს როგორ უსმენენ და შემდეგ ეს ვიდეო ჩანაწერი ვიხილოთ ტელეეთერით თქვენ ალბათ გახსოვთ რომელ ჟურნალისტს ტელეკომპანია იმედი ჟურნალისტის აუდიო ჩანაწერი მოვისმენთ ფარული ჩანაწერი ჩვენ ჩვენ გვაქვს საშუალება სპეცსამსახურებს. ტელეეთერი დაპატიმრებები ვიხილოთ აი ეს მოსაზრება ხომ ტელედაპატიმრებებზე არ მინდა არაფერი გავაკეთო, რა თქმა უნდა, ეს სრულებითაც არ მომწონს. ოქროაშვილის ტელედაპატიმრებებს ალბათ გულისხმობთ და არ მომწონდა ნამდვილად, მაგრამ რაც შეეხება შარშანდელი ჩანაწერების გასვლას ტელეეთერში, ეს ისე კი არ იყო, უბრალოდ ჟურნალისტები კი არ ყავდათ აჩემებული და იმათ კი არ უღებდნენ. ქონდათ რაღაცა მონაცემები, რომ საქართველოში მზადდება სახელმწიფო გადატრიალება. და აი ამაში ვინც შეიძლებოდა ყოფილიყო ჩართული, ანუ აი ამ პირებს ვისთანაც ჰქონდათ საქმე, ეს არის ჩვენი სპეცსამსახურების უბრალოდ მოვალეობა.
რომ შეიძლება მათაც მოусმინონ და ასე შემდეგ მოიპოვონ რაღაც დამადასტურებელი ან არადამადასტურებელი მოსაზრება ამასთან დაკავშირებით. და შემდეგ ჩვენ ვიხილეთ სხვათა შორის შესანიშნავი დადასტურება ამისი, თუმცა მართლა ესე იყო თურმე. ქალბატონი ნინო გიპასუხებთ ალბათ აი ამ რას გულისხმობ რა? ძალიან დიდი ბოდიშვილის ჩანაწერი თუ ხო, რომელიც დამონტაჟებული იყო, კარგი ხათუნა. გასაგებია ის რომ ჟურნალისტებს უსმენენ ქალბატონო ხათუნა, გნებავთ ჟურნალისტებს, გნებავთ უბრალო მოქალაქეებს. ეს თქვენთვის მისაღებია მოკლედ მინდა მიპასუხოთ. ჩემთვის საერთოდ ტყუილა ეხლა აჩემებული რო ქონდეს ჩვენ სპეცსამსახურს და ყველას უსმენდეს, არ არის მისაღები ნამდვილად. მაგრამ მაგისია ყველა ქვეყანაში სპეცსამსახური რომ დაიცვას სახელმწიფო უშიშროება. თუ რაიმე ფაქტთან დაკავშირებით მეც მომისმენენ, თუ ამაში ვიქნები ეჭვმიტანილი და ჩუმად მომისმენენ და მე გამომიჭერენ რაღაც სახელმწიფოებრივ დანაშაულში. თანამშრომელმა დატოვა დღეს მისი სამსახური მის გამო რომ მათ თქვენ ეხლა ლაპარაკობთ როგორ გონიათ როგორ მუშაობს სპეცსამსახური ნებისმიერ ქვეყანაში თუ რაიმე ეჭვია. მასობრივად კი არ არის თქვენ ვინმე გისმენთ რამე ესეთი შეგინიშნავს რამე ზეწოლა შეგინიშნავს ინესგან შეგინიშნავთ ან ზეწოლა ან მაღალშინოსნების რეკვა გასაგებია ქალბატონ ხათუნა, თუმცა მერწმუნეთ ეს პრობლემა არსებობს. არა, რასაკვირველია პირადად ჩემი მისამართით არა, მაგრამ საზოგადოებაში მერწმუნეთ რომ ეს აზრი არსებობს. ჟურნალისტებისგან გაგიგიათ? ჟურნალისტებისგან, უბრალო მოქალაქეებისგან, იმის გამო რომ ეს პრეცედენტი არსებობს, რომ ტელეეთერი ჩვენ შეგიძლიათ ვნახოთ ჟურნალისტის აუდიო ჩანაწერი, ეს რადგან ეს პრეცედენტი არსებობს ქალბატონო ხათუნა. აქედან გამომდინარე არის პრობლემა და მოსაზრება იმასთან და აუდიო ჩანაწერი, რომელიც იყო ბადრი პატარკაციშვილთან ფულის. როგორ არა კარგად ჟურნალისტი მასე საუბრებოდა. კი ბატონო, გასაგებია. სამწუხაროდ ვასრულებთ. ორი ჟურნალისტი კი არ ჭორაობდა სხვადასხვა საკითხს. სამწუხაროდ ვასრულებთ დღევანდელ ჩვენს გადაცემას ქალბატონი ნინო თქვენ დაგუჩეკოთ ორი სიტყვი თუ შეგიძლიათ კომენტარი ამ თემასთან დაკავშირებით ვასრულებთ გადაცემას. იცით რა, ეს შიშის ფაქტორი მე მგონია რომ მეტწილად უფრო სწორედ დაშინების მიზნით არის გავრცელებული ეს და არ მგონია რომ ასე ყველას უსმენდნენ რა თქმა უნდა. თუმცა ეს თავისას აკეთებს და მე სწორედ ერთ-ერთი რაც ყველაზე მეტად არ მომწონს ამ ხელისუფლების და ამ უმრავლესობის რომ მათ მშვენივრად ისევ ქალბატონ ხათუნას არ ეხება ეს თქვენს ადრე დაიწყო მათ მშვენივრად გამოიყენეს ყველა ცუდი ყველა მინუს ნიშნით მენტალური თვისება არა მე გულისხმობ სანამ უმრავლესობაში მოხვიდოდი ასე ვთქვათ კი ბატონო ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის ორივე თქვენგანს გისურვებთ წარმატებებს ორი საქართველოს უსურვოთ წარმატებებს გასაკვირველია აქედან მე ვიცი რომ თქვენ ორივე ზრუნავთ საქართველოს წინსვლაზე და აქედან გამომდინარე სწორედ ორივე თქვენგანს ამიტომ გისურვებთ წარმატებებს ორი ქალბატონი რომელიც ესე ვთქვათ ქალბატონ ხათუნა განსაკუთრებით თქვენი მისამართით ხელოვანი ადამიანი რომელიც წავიდა პოლიტიკაში ქალბატონ ნინო თქვენ მე შუაგზაზე თქვენ შუაგზაზე წანდებით კი ბატონო დიდი მადლობა რადიო უცნობისა და ტელეკომპანია მაესტროს ერთობლივი პროექტი უცნობი კავკასია ხვალამდე გემშვიდობებას ხვალ ზუსტად 9:30-ზე ნინო ჟიჟილაშვილი გაუძღობა გადაცემას ეთერში იყო გადაცემა უცნობი კავკასია.